მდიდრიდელმა ვიცე-მიზანეიშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შექმნა დაავალა. როგორც ხადურის უწყებაში განაცხადეს, ნაციონალური მოძრაობის 764 აქტივისტი ფიქტიურად გააფორმეს. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი როგორც წესი უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ. თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 2.245.945 ლარი დაერიცხათ. გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს თბილისების ჯგუფის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა. ბრალდებას მყისიერად უპასუხა ქალაქის მერმა. პირდაპირ, აგერ ვაძლევ ჩვენებას. დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ, იმიტომ რომ ამ პერიოდში ხდებოდა ძალიან მტკივნეული პროცესი ქალაქში, ეს იყო ბუნკერების გაუქმება. ამ საკითხს სჭირდებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა და კარდაკარ უხსნიდა ამ საჭიროებას. და სწორედ ეს ხალხი ამ მიზნით იყო აყვანილი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით შპს თბილისერვის ჯგუფის საშტატო ნუსხა დაამტკიცა ქალაქ თბილისის მერმა, რასაც ხაზს უსვამთ არის ტყუილი. საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე თანხმობის მიცემა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის კოლეგიური ორგანოს უფლებამოსილებას და აღნიშნულ ნუსხის დამტკიცებაზე თანხმობა 2009 წელს გაცემულია ქალაქ თბილისის